გამარჯობათ, ამ ვიდეოში უკვე მე-7 მარშრუტის ვიდეოს გვთავაზობთ შეცვლილი მარშრუტის. თითქმის 95% მოკლედ მე-5 და მე-7 მარშრუტის ვიდეო არის ერთი და იგივე. უბრალოდ განსხვავდება ერთმანეთისგან ძველ რუსთავში როგორ უნდა დაკრუკო და უკან წამოხვიდე მაგით. აქედან გამომდინარე თითქმის მე-5 მარშრუტის ვიდეო იქნება დადებული, უბრალოდ შეცვლილი იქნება ის მონაკვეთი, რაც უკვე შეცვლილი არის საგამოცდოდ და ახალი მარშრუტით ჩანაცვლებული. აქ გახედვა არ დაგავიწყდეთ ხოლმე სანამ რომ დაამთავრებთ ხოლმე გამოცდას. ესე იგი ვიწყებთ აქედან, თავიდანვე ვურთავთ მარცხენა წიმწიმას, გამოვდივართ კარებთან, აი ეს მანქანა როგორც გამოდის მარცხენა წიმწიმით, კარგად ვიყურებით უკან წრიულიდან მანქანები როცა არ იქნება, შემოვიდეთ წრიულზე, ჩაურდოთ მარჯვენა წიმწიმა და ჩემი რჩევა იქნება ყოველთვის რომ აი ესე გარეზოლით ჩამოვიდეთ, რომ ზუსტად ხვირწინიციან ხოლმე ზოგჯერ დამოხრუჭება მან ტაქსებმა გაჩერება და აი ეგეთი რაღაცა რო არ დაგვემართოს, გარეზოლით ჩვეულებრივად ავაცილებთ და ჩამოუყვებით. ეს გზა არის 50-იანი გზა, აქედან გამომდინარე 40-55-ით ვიმოძრავთ, თუ საშუალება გაქვს რა თქმა უნდა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ გვექნება საშუალება. როგორც ახლა მე არა მაქვს, ნახე 31-ით მოძრავ, უბრალოდ წინ დისტანცია მიჭირავს კარგი მანქანასთან და მაგიტო. თან წინ საგამოცდო მიდის, ამიტომ ძალიან ახლოსაც არ მივალ, უკან მეორე საგამოცდო მომყვება. ნახე, აი ნაპირზე მაგიტო არ უნდა იარო რა, ესე ჩვეულებრივად ეხლა მე ხაზი გადავკვეთე და ციმციმა გამოვიყენე, რომ ცოტა მოვრიდებული ხარ, მაგრამ არც არის ხოლმე საჭირო, ნახე მეორე საგამოცდომ როგორ გაასწრო. აი ესე, მოკლედ ესე მარცხენა ზოლში ჯობია რომ ვიმოძრავოთ ხოლმე რა. როგორც კი წინ დავინახავთ, რომ არავინ კაციშვილი ხელს აღარ შეგვიშლის მარჯვნივ, ხო? აღარც ქვეითები იმოძრავებენ, არც მანქანა არ იქნება დაპარკინგებული, გავხედოთ კარგად, ჩაურდოთ მარჯვენა წიმწიმას, საარკე მხარი გავაკეთოთ და გადმოვიდეთ უკვე მარჯვენა ზოლში. მალე მოსახვევი მარჯვნივ გვეტყვის კომპიუტერი, ნიშანთანვე თუ გინდა მანამდე გავხედოთ კარგად მარცხნივ, მთავარი აი მოხვევის პროცესში არ იყუროთ, რომ უწყვეტი არ გადაკვეთოთ. როგორც კი შემოხვალ ჩაურდოთ მარცხენა წიმციმა, გავიხედოთ შევაფასოთ სიტუაცია და იქიდან გამომდინარე მე ან ავაჩქაროთ, მაგრამ თუ კოლონა დაგვხდება პირიქით ნელა გამოგორდეთ, ხო? მაგრამ თავიდანვე შენელება არ გინდათ, ჯერ შეაფასეთ ყოველთვის სიტუაცია და იქიდან გამომდინარე მე თუ დაგჭირდებათ ეგრევე აჩქარეთ და გამოდით, თუ ვერ გამოდიხართ ფიზიკურად, შევანელოთ, მივგორდეთ წინ, თუ ბევრი მანქანა დაგვხდა, გავაჩეროთ წინ აჩქარების ადგილი პატარაზე დავიტოვოთ და მე გამოვიდეთ ხოლმე. ესე იგი შემოვდივართ 70-იან გზაზე. სადაც თუ საშუალება გვაქვს 60-65-ით ვიმოძრავოთ აუცილებლად. ეხლა მე არ მაქვს ამ შემთხვევაში საშუალება, იმიტომ რომ წინა მანქანასთან კარგი დისტანციით უნდა გავყვეთ. აქედან გამომდინარე 55-ით სრულიად ნორმალურია ესე დროს. თუ საცობი იქნება შეიძლება მთლიანი გზა 20-ით გაიაროთ, არ არის პრობლემა მოკლედ. წინა მანქანას ვერც გაასწრებ და ვერც აარიდებ. ნუ გააჩნი ახლა ავარია თუა და რაღაცა სრული წესების დაცვით, მაგ შემთხვევაში თორე ისე აქ არ შეიძლება რომ ავაცილოთ მანქანას, ან გავასწროთ ან რაღაცა. თუნდაც აი მეორე მეოთხეს და უკვე ახალი პირველის ჩასახვევი რო არის, მარჯვენა ნაცელება არ შეიძლება, ხო? უნდა გავჩერდეთ, დაველოდოთ და მერე წავიდეთ ხოლმე. ჩვენიერი აქ ჩადის ესე იგი პირველი, მეორე, მეოთხე მარშრუტი, დანარჩენი უკვე 5 მარშრუტი ჩადის თბილისის ქუჩაზე. 300 მეტრში მოსახვევი მარცხნივ. უკვე გვეწოდინება, რომ თბილისის ქუჩაზე უნდა ჩავიდეთ. მოძრავთ დისტანციით აუცილებლად და რა თქმა უნდა უკვე მალეს უნდა დაველოდოთ. მალეს რო გვეტყვის ეგრევე არ წახვიდეთ ხოლმე და მარცხნივ არ ჩაუხვიოთ, ხო? საწინააღმდეგო ზოლია მან და იქიდან ამოდიან მანქანები. აი დაახლოებით აქ გვეუბნება მალე მოსახვევი მარცხნივ და ბევრი მიდის ხოლმე საწინააღმდეგო ზოლში. არა, აი წინ ნიშნამდე არსად არ გადაუხვევთ არავითარ შემთხვევაში. მალეზე ჩავთავთ მარცხინას და აი უწყვეტი ძალიან მკრთალად გადარჩენილი და არ გადაკვეთოთ არავითარ შემთხვევაში. ჯერ მოძებნეთ და მერე მიიწიეთ ხოლმე ოდნავ მარცხნივ. ესე კარგად გავიხედოთ უკიდან მანქანა რო არ გვიჭრიდეს და აუცილებლად 30 კმ/სთ-ზე ნაკლებით უნდა შემოუხვიოთ. რა თქმა უნდა, წინიდან მანქანა თუ დამემთხვეოდა, გავაჩერებდით, ჯერ იმათ გამოვატარებდით და მერე ჩამოუხვევდით. მოკლედ შემოვდივართ თბილისის ქუჩაზე, ესე იგი 50-იან გზაზე. მოძრავთ აუცილებლად 40-ზე ზემოთ და რა თქმა უნდა 50-ს არ უნდა გადავაჭერბოთ არავითარ შემთხვევაში. დაღმართი არის მოკლედ და სიჩქარე კარგად ვაკონტროლოთ. მარჯვენა ზოლში არ გადავიდეთ. მოდი არ გვინდა გადასვლა აქ მარჯვენა ზოლში უამრავი ადამიანი ჩაჭრილა, თითქოს არ უჭირს გადავიდეთ, გადმოვიდეთ, მაგრამ დამიჯერეთ, ბევრი ადამიანი ჩაჭრილა, ჯობია დავრჩეთ მარცხენა ზოლში, თუ ესეთი მოძრაობა დაგვემთხოვა, მსუბუქს არც დაგვიწერენ.
მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ძალიან თავისუფალი გზა იქნება და არ გადახვალ და რაღაცა, მაგრამ არა უშავს. რა ჯობია დაგვიწერო მსუბუქი და დავრჩეთ მარცხენა ზოლში. ნუ ჩემი რჩევა ეს იქნება და აქ შეგვხვდება მოკლედ 3:30-იანი და არც ერთი არ უნდა გამოგჭეს. ეს პირველი 30-იანი, აუცილებლად 30-მდე უნდა შევანელოთ სიჩქარე ნიშანთან უკვე. გავიხედოთ, გამოვიხედოთ გზაჯვარედინზე, გავწდეთ ზებრას, ახალი ნიშანი გვაქვს 50-იანი და ისე ვავაჩქაროთ და 40 ავაცილოთ. მოკლედ აქ თავარია სიჩქარე აკონტროლოთ. ძირითადად აქ იშვიათად რო ვიღაცა გადმოგირბინოს გზაზე ან რაღაცა ახლა სულ სიჩქარეს ხო არ უყუროთ, გზაც აკონტროლეთ რა თქმა უნდა, მაგრამ სიჩქარეს მიაქციეთ დიდი ყურადღება. 50-ს არ გადააჭარბოთ. დაგჭა 2:30-იანი, ორივე 30-იანს ექნება თავისი ამაღლებული ზებრები, ხო, რომელზეც უნდა 20-მდე კმ/სთ-ით გადავიდეთ. ესეც შემდეგი 30-იანი, დავაგდოთ სიჩქარე 30-მდე. მივიდეთ გზაჯვარედინთან, გავიხედოთ, გამოვიხედოთ, ნახე აქ 20-მდე შევანელოთ, აგერ ნახე ზებრის და უგარუკის ნიშანი რო არის. გადავიდეთ 20-მდე, ეხლა ისევ მოუმატოთ, თუმცა ძალიან აღარ მოუმატოთ, იმიტომ რომ შემდეგი 30-იანიც ძალიან მალევე არის. და ბუჩქებში არის დამალული. ეს პერიოდი კი გაკრიჭეს და კარგად აჩანს ეს 30-იანი, მაგრამ რავი, როდის გაიზრდება ვინ იცის, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ პირველი ამაღლებული ზებრის მერე, ძალიან აღარ მოუმატოთ ხოლმე სიჩქარეს. კარგად გავხედოთ, გამოვხედოთ, შევანელოთ 20-მდე, გადავიდეთ და ისე მოუმატოთ 40 ავაცილოთ სიჩქარე. შეზღუდვები აღარა გვაქვს, თუმცა წინ ცუდი გზაჯვარედინი გვაქვს, ასევე ზებრა, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ამ გზაჯვარედინზე, ჩვენ თვითონვე შევნელდეთ ხოლმე, არ იქნება პრობლემა. აუცილებელი არ არის, რომ მთლიანი გზა 40-ზე ზემოთ იმოძრაო. სადაც ნებისმიერ საფრთხეს გრძნობთ, შეგიძლიათ ჩვეულებრივად შენელდეთ. თავარია თავი უსაფრთხოდ ვიგრძნოთ, ხო სწორია? გავაგრძელოთ ახლა ესე და 300 მეტრში მოსახოვი მარცხნივ უნდა წავიდეთ. მოკლედ ესე უკვე მთელი 4 მარშრუტი უკვე ადრე 5 იყო, ახლა 4 მარშრუტი ჩამოდის, ესე იგი. წინ უნდა მოუხვიოთ მარცხნივ. მალეზე ვრთავთ მარცხენა ციმციმას აუცილებლად. ძალიან შევანელოთ მანქანა, მარჯვნივ გახედვა არავითარ შემთხვევაში არ გვავიწყდება, გარე ზოლით ესე უხვევთ. სარკეშიც გავხედოთ ხოლმე, რომ ხშირად იციან აქ მანქანებმა ჩაჭრა და შემოვდივართ ეგრევე მარცხენა ზოლში. აქ არის სამხრივი გზა, ნიშანი კი მოგლეჯილია, მაგრამ შემოდით ხოლმე მარცხენა ზოლში. აქ თუ გითხრა 300 მეტრში მარჯვნივო, ესე იგი მე-5, მე-7 და მე-8 მარშრუტზე ვართ. თუ გითხრა წრიულზე მარცხნივო, ესე იგი მე-3 მარშრუტზე ხარ და მარჯვნივ თუ გითხრა, ესე იგი მე-5, მე-7 და მე-8-ზე ვართ. ამ შემთხვევაში ახლა ჩვენ მე-5-ზე ჩაურთოთ მარჯვენა ციმციმა, კარგად გავიხედოთ, გადმოვიდეთ მარჯვენა ზოლში, მალე მოსახოვი მარჯვნივ გვეტყოდა კომპიუტერი, შემოვიდეთ ესე წრიულზე მარჯვნივ, კარგად ვაკონტროლოთ წრიულის მხარე, ჩვენი ზოლი უნდა იყოს აუცილებლად თავისუფალი. ნახე, გახედე, აქეთა ზოლი თავისუფალი მაქვს, ამიტომ გავალ. თუ არ მექნებოდა თავისუფალი, აუცილებლად სამკუთხედებამდე გავჩერდებოდი და მერე გავაგრძელებდი. ესე იგი, ძველ რუსთავში მხოლოდ 3 მარშრუტიღა გადმოდის, მე-5, მე-7 და მე-8 მარშრუტი. და 3-ვე მარშრუტი ზუსტად ესე მოდის. აქ უკვე პირდაპირ მოძრაობთ 50-იანი გზა არის და აუცილებლად აქაც 40-ზე ზემოთ და 50-ს არ უნდა გადავაჭერბოთ. მე-7 მე-8 მარშრუტის შემთხვევაში 500 მეტრში წრიულზე მოუხვიოთ მარჯვნივ, წინასწარ გვეტყვის კომპიუტერი, ჩვეულებრივად ვაგრძელებთ მოძრაობას 40-ზე ზემოთ აუცილებლად და რა თქმა უნდა 50-ს არ ვაჭარბებთ არავითარ შემთხვევაში. მოკლედ ეს გამოცდა სიჩქარის კონტროლია ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? თუნდაც ზებრებთან, თუნდაც ისე რო არ გადავაჭარბოთ, მოსახოვებში აუცილებლად კარგად უნდა ვაკონტროლოთ. 300 მეტრში წრიულზე მოსახოვი მარჯვნივ, ესე იგი მე-7-ზე და მე-8 მარშრუტზე მარჯვნივ გვიშვებს. ხოლო მე-5 მარშრუტზე გაგვიშვებს პირდაპირ. ვაგრძელებთ უბრალოდ წყნარად მოძრაობას და ველოდებით მალე უნდა გვითხრას კომპიუტერმა. როგორც კი კომპიუტერი გვეტყვის მალე მოსახვავი წრიულზე მარჯვნივო, ეგრევე ჩაურთავთ აუცილებლად მარჯვენა ციმციმას, კარგად შევანელოთ, აქ ველობილი კი გადის მარჯვნივ, ცოტა წაშლილია და არავითარ შემთხვევაში არ გადავკვეთოთ. მოხვევის დროსაც ნახეთ, ცოტა გარედან მოუხვიოთ, აუცილებელია სარკის კონტროლი, ხო, ვიდეოებში უკვე აღარც ვატრიალებ იმ მხარეს, საითაც უხვევ. ყოველთვის სანამ მანევრს აკეთებ, აუცილებელია მოუხვიოთ, ჩაიხედოთ ხოლმე იმ მხარეს სარკეში.
აქ ნახე, გარეზოლით მარჯვენა მხრიდან ისე ჩაიარეთ, რომ მარცხნიდან გაგასწროთ მანქანები. აქ ნახე, ეხლა ამ წამს ზებრის ნიშანი აღარ არის, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ აქ აუცილებლად დახაზავენ ზებრას. 300 მეტრში მოსახოვი მარცხნივ, როგორც კი გვეტყვის, აუცილებელია კარგად გავიხედოთ და დავიკავოთ მარცხენა ზოლი. იმედი ამ გზასაც დახაზავენ, მაგრამ ეხლა სანამ დაუხაზავია, აი ეგ ბზარიც ეთყობა, უბრალოდ ნახევრის იქითკენ არ გადავიდეთ, ხო? წარმოსახვითი ზოლი უნდა გავავლოთ და იმის დამიხედვით დავიკავოთ ეს ნაწილი, ანუ უკიდურესი ჩვენი ზოლის მარცხენა მხარე. აუცილებელია ნახე, კარგად შევნელდეთ, კარგად უნდა გაუსწორდეთ ჩვენ გზას. ნახე, აი ესე გზას რო კარგად ხედავდეთ, აი ამ ადგილას გაჩერდით ხოლმე. წინიდან გამოვატაროთ ყველა. ანუ მე-7 და მე-8 მარშრუტით ზუსტად ესე ჩადის. და ნახე, აქ სამხრობის ნიშანი არა გვაქვს და ამიტომ როგორ არის სწორი აქ ზუსტად მოქმედება, ამ ვიდეოში ახსნას აღარ დავიწყებ, ჯერ მარჯვენაში უნდა შეხვიდეთ თუ მარცხენაში. უბრალოდ დაიმახსოვრეთ, რომ აქ უბრალოდ ადექით და შემოდით მარცხენა ზოლში. გააგრძელეთ მოძრაობა მარცხენა ზოლი და ნახე აქ რუკებით სააგენტო საიტზე როგორც ადევს, მე-7-ც და მე-8-ც გვიშვებს აქ მარცხნივ. თუმცა როგორც გავიგეთ და როგორც უყურებთ ხოლმე, მე-7-ს უშვებენ პირდაპირ. ესე იგი, აქ თუ გითხრათ მალე მოსახოვი მარცხნივო, ესე იგი მე-8 მარშრუტზე იქნებით, მოუხოვთ მარცხნივ და როგორც ძველი მე-8 იყო, ისევ ეგრე იქნება მე-8, მაგრამ პირდაპირ უშვებს მე-7 მარშრუტი. ნახე, ჩვეულებრივად მწვანე როგორც კი აინთება გადავალთ. აქაც ნახე, გზაჯვარედინზე მწვანეა ორივე ზებრაზე, არავისთარ შემთხვევაში აქ ქვეითებსაც აღარ გაუჩერებ თუ ზოლში არ გივარდება და ნახე, აქედან მე-7 და მე-5 მარშრუტი უკვე ზუსტად ანალოგიურია, რა მხოლოდ აი მით განსხვავდება მე-7 და მე-5 ერთმანეთისაგან. აქაც რა თქმა უნდა, ისევ როგორც მე-5 მარშრუტზე ვიძახი, ძალიან დიდი სიფრთხილით ჯერ პაუზა, შემდეგ გზა გამოვაჩინოთ, დაუთმოთ ყველას საერთოდ იქიდან მომავალს, წინიდან მომავალსაც აუცილებლად წინიდან მომავალიც გავატაროთ და შემოვუხვიოთ მარცხნივ მარცხენა ზოლში, რადგან სამხრივი გზა გვაქვს და შეგვიძლია მარცხენა ზოლში შემოვიდეთ აუცილებლად. აი აქ გაითვალისწინეთ 300 მეტრში მარჯვნივ რო გეტყვით, ჯერ არ გადახვიდეთ მარჯვენა მხარეს. ნუ თუ დაგავიწყდებათ და გადახვალთ განა პრობლემა, უბრალოდ წინ აუცილებლად დაგხვდებათ მაინც დაბკოლებები. აქედან გამომდინარე მე გადასვლას, გადმოსვლას და ამდენ წვალებას ჯობია ყოველთვის რომ აქეთ დარჩეთ ხოლმე და ბოლო მანქანასთან, ბოლო დაბკოლებასთან გადახვიდეთ ხოლმე მე მარჯვენა მხარეს. აი ნახე წინ საგამოცდა, აი ზუსტად მაგის გამო ჩაიჭრა ეხლა. გადავიდა მარჯვენა ზოლში ეთყობა, მერე ვეღარ გადმოვიდა ან ახლოს იყო მანქანასთან და აი რა უნდოდა აქ მარჯვენა ზოლში საერთოდ არ როგორ შევიდა. მოკლედ არ გადახვიდეთ ხოლმე. აგე ჩემი ბოლო მანქანა, ჩემი ბოლო დაბკოლება. აქ მე გამოვიხედები კარგად, ჩაურთავ მარჯვენა ციმციმას, სარკე მხარს გავაკეთებ, ადგილი მაქვს რო უწყვეტი არ გადავკვეთო, შემოვალ. პაუზას გავაკეთებ სამკუთხედებთან, კარგად გავიხედები წრიულზე, ამ შემთხვევაში მხედველობა მე მაქვს. ზოგჯერ აქამდე თუ მანქანებია ხოლმე გაჩერებული, მხედველობა არა გაქვს და მე მიგორდებით ხოლმე წინ არ იქნება პრობლემა. თან სანამ სამკუთხედებთან გამოხვალთ. მანამდე აქეთ სანამ გამოხვალთ შეიძლება ვიღაცა მოგისწროთ, არ არის პრობლემა. გამოგორებულზეც მე სანამ თქვენ ზოლში შემოხვალთ, აუცილებლად კიდე გახედეთ ხოლმე, შენელდით ხოლმე, გაატარეთ ხოლმე და მე გამოდით. და იქ თუ კიდე ერთი მანქანა იქნებოდა წინ გაჩერებული, მე უკვე უწყვეტის გადაკვეთა გიწევდა და ეგეც გეპატიება. თუ გააჟღერებთ ხოლმე რომ არასწორი პარკირების გამო უწყვეტი ზოლის გადაკვეთა მიწევსო, თლათ უკეთესი, რომც არ გააჟღერო, ისედაც იცის გამომცდელმა, რომ სხვა გზა არ ქონდა ფიზიკურად. თავარია ბოლოს ყველა ვარიანტში მარჯვენა ზოლი უნდა დაიკავოთ ხოლმე, არ აქვს მნიშვნელობა. აქედან ამოსული ნახე, მე-7 მარშრუტი უკვე მე-7 მარშრუტი ისე არის შეცვლილი, რომ მე-5-ს ან თითქმის მე-5-ნაირია, უბრალოდ მე-8-ნაირად გვყავს. აი აქედან უკვე მე-7 და მე-5 მარშრუტი არის ზუსტად ანალოგიური. შუქნიშნიდანაც უკვე ანალოგიური არის, მაგრამ იქ მე-7 მარშრუტსაც გადავიხებ ახალ მე-7 მარშრუტს და უფრო ზუსტად მიხვდებით. მოკლედ, როგორც კი გაიგებ 300 მეტრში წრიულზე მარცხნივ და პირდაპირო, აუცილებლად ისევ გადმოდით ხოლმე მარცხენა ზოლში. ეხლა უკვე მე-5 მარშრუტიც დაბოლოება ზუსტად მე-7-ნაირია და ძალიან არის ამითი გამარტივებული, ხო, ქვემოთ თოდრიაზე და ფალიაშვილზე და იქიდან აღარ გვატარებს. ეგრევე ავდივართ თბილისის ქუჩაზე, როგორც ადრე მე-7 მარშრუტი ადიოდა. და აი აქ არ დაგავიწყდეს, თავარ გზაზე როცა ხარ და წრიულზე მარცხნივ და პირდაპირ გვეუბნება, აი აქ აუცილებლად დაიმახსოვრეთ, რომ პირველ ზოლში არ უნდა შეხვიდეთ და უნდა შეხვიდეთ მეორე ზოლში. თან ისიც იცოდეს, რომ აი ეს ზებრამდე ეს არის წყვეტილი, ამიტომ ცოტა ცერულად ამის გადაკვეთა შეგიძლიათ. ზებრაზე გახედეთ, გამოხედეთ, ამ იშვიათად არის ხოლმე ვიღაცა, მაგრამ მაინც სამკუთხედებთან აუცილებლად გაჩერდით, აუცილებლად არა, უფრო სწორედ, ხო, მანქანა თუ მოდის ჩერდებით.
თუ არა და ეგრევე შეგიძლია გააგრძელოთ ხოლმე, არ არის პრობლემა, ხო? სამკუთხედები არ გვავალდებულებს სრულ გაჩერებას. ეს არის გზის დათმობის ნიშანი. გავხედეთ, მარჯვნივ არავინ აღარ მოდის, ამიტომ გადავდივართ ეგრევე. წინ ნახე, ზებრა გვაქვს და ყურადღება საიდან იწყება ზებრა დააკვირდით უბრალოდ. ამიტომ კარგად დააკვირდით ხოლმე მაგ ზებრასაც. არავინ არ იყო ამ შემთხვევაში და წავედით 300 მეტრში მოსახვევი მარჯვნივ, რო გვეტყვის კომპიუტერი, აქაც ნახეთ, თუ გახსენდებათ მარჯვენა მხარეს არ გადახვიდეთ. იმიტომ რომ მარცხენა ზოლიდანაც შეგიძლიათ აქ მოხვა და ბევრად უფრო მარტივი არის, ნახე. მალე მოსახვევი მარჯვნივ სამკუთხედებთან გავხედოთ, მარცხნივ არავინ არ არის, ცოტა წინ მივიწიოთ და ისე მოუხვიოთ ეგრევე მარცხენა ზოლში, ნახე, იქი დაბყოლებები აქეთ რო შემოსული ხავით მარჯვენა ზოლში, აქ დაბყოლებები, მერე გადასვლა და ამდენ გადმოსვლას ჯობია მარცხენა ზოლიდან მოუხვიოთ ხოლმე. შემოვედით ისევ თბილისის ქუჩაზე და მორჩა გავაგრძელებთ ახლა სულ პირდაპირ მოძრაობას. მე-5, მე-7 და ახლა უკვე ახალი პირველიც ზუსტად იგივე იქნება. როგორც კი ღმერთთან მოვედინიდან ამოუხვეთ, თელი ახლა უკვე 3 მარშრუტი გადის აქედან. რაც ძალიან ბევრად მარტივია, ხო, ვიდრე ცენტრალური ქალაქიდან გასვლა. ვაგრძელებთ პირდაპირ მოძრაობას, აქედან უკვე შეგვნახე პირველი 30-იანი, აქედან 2 30-იანი შეგვხვდება. და ახლა მეც გადაჭარბებით შევედი. 2 30-იანი შეგვხვდება აქედან. თან ეგ ძალიან არის ბუჩქებში დამალული და კარგად დაიმახსოვრეთ, ხო, ეგ ადგილი რომ პირველი 30-იანი არ გამოგჭეთ. ახლა უკვე ადვილია მეორე 30-яნის გაგება. იგივე პირველი ამაღლებული ზებრის მერე მეორეც ძალიან მალე მოვა და აი აქ თან ეს უკვე ჩანს ეს 30-იანი. შეანელეთ აუცილებლად 30-მდე ნიშანთან. უგაროგთან უკვე აუცილებელია 20-მდე შენელება. კარგად გავიხედეთ, გამოვიხედეთ და გავაგრძელეთ. იქ ავტობუსი რომ იჭრიდა გზას, არ გეგონოთ რომ გაჩერებიდან გამოდიოდა. გაჩერებიდან რომ გამოსულიყო, ისედაც თავისი ზოლი ქონდა და არც ვიყავ ვალდებული რომ ჩემ ზოლამდე დამეთვენ. ხლა ერთზოლიან გზაზე როცა გაჩერებიდან გამოდის ავტობუსი, აუცილებლად უნდა დაუთმოთ ხოლმე, მაგრამ გაჩერებიდან ახლა ორზოლიანი გზა უნდა იმე ფისოს, ხო, ეს ფისო სუდამავიძლა. არაფერი არ მოუვიდა ფისოს. კუთხარი რომ კარგად არის გააგრძელე მეთქი მოძრაობა, ისე გაიგზა, არაფერი არ ჭირდა. ხო, ერთზოლიან გზაზე როცა გაჩერებიდან გამოდის ავტობუსი, აუცილებლად ხო ერთი ზოლია და სხვაგან ვერსად ვერ წავა და უნდა დაუთმოთ. ეგეთ დროს დასახლებულ პუნქტში, სადაც გაჩერების ნიშანი არის. ამ შემთხვევაში, გაჩერების ნიშანი არც გქონდა და არც უნდა დამეთმო მაგას თავი გაანები, მაგრამ გაჩერებულზე ნახე ორზოლიან გზაზე მაინც რო ჩართოს. თუ დაძრავს იმანჯერ პირველ ზოლში უნდა დაძრას და გააგრძელოს მოძრაობა. მერე თუ უნდა აქეთ მარცხენა ზოლში გადმოსვლა, მაშინ უნდა გაატაროს მანქანები და მერე გადმოვიდეს. ეგ უკვე ზოლის შეცვლა გამოდის. აქ ნახე რკინაზე როგორც კი გადახვალთ 300 მეტრში მარჯვნივაც უკვე ექნებოდა ნათქვამი, აი ამ წვეტილზე გავხედოთ, ჩაურთოთ ციმციმა და გადმოვიდეთ მარჯვენა მხარეს ხოლმე, მაგრამ თუ მანქანები დაგემთხოვათ, ვერ გადმოხოდით მარჯვენა მხარეს, არ ინერვიულოთ. მარცხენა ზოლიდანაც შეგიძლიათ ჩვეულებრივად გააგრძელოთ მოძრაობა და მარცხენა ზოლიდანაც გადახვალთ იმ 70-იან გზაზე არ იქნება პრობლემა. მოკლედ აქ ნახე, აქ ნიშნები ცოტა ისი არის, მაგრამ მოდი მე ისე გასწავლით, როგორც არ წერენ სუბუქს. იდეაში ეს მარცხენა ზოლს ჭირდება. მალეზე მოსახვევი მარჯვნივზე ჩართეთ მარჯვენა ციმციმა. აი რო ახვალთ ნახე, ჯერ პირდაპირ ისრებია, მერე მარჯვენა ისრები, მერე ვითო გზას უერთდებით. მოკლედ ესე გავაკეთოთ. აი აქ ამოსულზე სამკუთხედებთან ჩაურდეთ მარცხენა, კარგად უნდა გავხედოთ 70-იან გზას, ხო თავიდან. თუ მანქანა არ მოდის, ჩაურდეთ მარცხენა ციმციმა და გამოდით ეგრევე. რა თქმა უნდა, თუ მანქანას ვხედავთ, ჩერდებით სამკუთხედებთან, ველოდებით, ვატარებთ ყველა მანქანას. შემდეგ უკვე როცა აღარავინ არ იქნება, მოუმატებთ და გამოვდივართ 70-იან გზაზე. ეს არის 70-იანი გზა, თუმცა ჯერ სიჩქარეს არ მოუმატოთ. იქ ჩასახვევი როა, პირველი, მეორე, მეოთხე ჩასახვევი ძალიან სახიფათო არის. ბევრი მანქანა მიცის გადმოხტომები. ამიტომ სადღაც 45-ით მაინც იმოძრავით ხოლმე, მეტი არ გინდათ 50-მდე მაქსიმუმ, რომ ვიღაცა რო გადმოგიხდეთ, შენელება შეძლოთ. მაგრამ ცხვირწინაც არავის არ შეუნელოთ, თორე იფიქრებენ, რომ უთმობ და ძალით გადმოგიხდებიან. აი ესე უბრალოდ შორიდანვე შეანელეთ ხოლმე 40-45 და ერთი სიჩქარით ჩაუვარეთ ხოლმე. ცხვირწინ არავის არ შეუნელოთ შიშის გამო იცოდე, ეგრევე გადმოგიხდება, მერე თქვენ არ დაგაბრალოთ, რომ შენ გაუჩერე და მაგიტო თავარ გზაზე რატო გააჩერეო. ესე იგი ვაგრძელებთ მოძრაობას
და როგორც კი გამოცდებით მაგ შესახვევს აუცილებელია უკვე მოუმატოთ სიჩქარეს და 60 ავაცილოთ. თუმცა ეხლა მე წინ საგამოცდო მიმყვება, აქედან გამომდინარე მთლათაც არ მინდა რომ უკან ამოვადგე, ხო? უკვე კაი ხანია მოვყვები. და რამე არ იფიქრონ რომ ან მაგას მივყვები არ რაღაცა. ერთი რამიც დაიმახსოვრეთ აუცილებლად. 70-იანი გზის მერე სანამ ავტობანი დაიწყება, არის 50-იანი შეზღუდვა. არავითარ შემთხვევაში ეს 50-იანი შეზღუდვა არ დაივიწყოთ, ხო? სულ რომ რაღაცა იფარებოდეს ამ 50-იან ნიშანს, აუცილებლად აემო წითელი ფიშკებით, სააგენტო სასახლეობით დამებით, ნახეთ, დაიმახსოვრეთ, აი ამისი კითხვი არის 50-იანი შეზღუდვა, მიმოძრაოთ აუცილებლად 50-მდე, თორე ავტობანამდე როგორც გვეუბნება ნიშანი 200 მეტრი არის დარჩენილი და 100 მეტრს ისე გავივლით გადაჭარბებულს, რომ ვერც კი გავიგებთ. ესე იგი, აი ესე გავაგზავნეთ 50-მდე. და უკვე შევდივართ ავტობანზე, სადაც უკვე აუცილებელი არის, რომ 70 კმ/სთ-ზე ზემოთ ვიმოძრაოთ. თუ ვიღაცა გვაფერხებს 60 კმ/სთ-მდე, აუცილებელია, რომ გავასწროთ. ოღონდ ისიც არ იჩქაროთ გასწრება და რაღაც ახლა. შეიძლება ვიღაცა რამოდენიმე წამით შეგაფერხოს, მერე წავიდეს და არა უშავს. თან კარგად უნდა გახედვა ახლა, რომ გაიხედები და ფიზიკურად ვერ გაასწრებ და მანქანები იქნება, არა უშავს. ეგ დროს გეპატიება. მოკლედ მარცხნივ თავისუფალი კონდეს და ვიღაცას უკან გაყვეს 60-ით 50-ით, მაგ შემთხვევაში ჩაგჭრიან აუცილებლად. გავაგზავნოთ ახლა 70-ზე ზემოთ ვიმოძრაოთ. 71-ით უკვე საკმარისია სამოძრავი, თუ გინდა 99-ით იმოძრავეთ, არც მაგაზე არ არის პრობლემა. მოკლედ წამიერი სიჩქარის დაგდებები და რაღაცები არ არის პრობლემა. იმიშიში არ კონდეთ რომ აიმე ერთი წამით არ დამივარდესო. ხო, შეხედეთ წინ სიტუაციას, ახლოს არ მიხვიდეთ არც ერთ მანქანასთან. ცოტა თუ დაგდება მოგიწიათ, დააგდეთ, მაგრამ მე ისევ მოუმატეთ და ესე. თავარია თყილა უბრალოდ მოხრუჭი არ იხმაროთ, რა თქმა უნდა, ვიღაცა თუ გადმოგიხდა და რაღაცა უკან ჩაიხედეთ, გაიხედეთ აუცილებლად უკანას არკეში და მე შენელდით ხოლმე. აი ესეთ მანქანებთან მოიმზადეთ ხოლმე თავიდანვე, დისტანცია კარგად დაიკავე ხოლმე, ნახე, ეხლაც ნახე, ჩამოვაგდე სიჩქარე, ხო? გადმომიხდა და მაგითო. გავხედე უკან, შევანელე, ეხლა მინდა რომ მოუმატო ისევ აუცილებლად, მაგრამ რა მაფერხებსავით. მოდი გავასწრებ ვაფშე, თან ის არის რომ წინ საგამოცდოს იმდენი ხანი მივყვები უკან რაღაცა არ იფიქრონ, ჯობია საგამოცდოს გავასწრო. ძალიან ელაც არ მიდიოდა ცოტა გამოცდაზე, არც გირჩევდით ესეთ დროს ესეთ გასწრებას, მაგრამ ეხლა გავასწრებ უბრალოდ საგამოცდოს გამო რა არ იფიქრონ რომ ამდენი ხანი უკან რომ მივყვები. მაგის გამო არ ჩაჭრას რომ ან შინაური ან მასწავლებელი არ ვიყო. აი ესე გავასწარი, ისევ დაბრუნდი ჩემზოლში და წინ მეორე საგამოცდო. არა უშავს ამას ხო არ მივყვებოდი ამდენი ხანი უკან. მოკლედ აქ ნახე, არც ველოდებით კომპიუტერს, ისე ჩავდოთ მარჯვენა ციმციმა, ჯერ გზას შევხედოთ, მერე წყვეტილზე უკვე სარკე მხარი გავაკეთოთ და ისე გადმოვიდეთ ხოლმე და მხოლოდ აქეთ გადმოსულზე ვიხმაროთ მუხრუჭი. იქით ავტობანის იმ ორ ზოლში მუხრუჭი ტყილა უბრალოდ იქ არ შენელდეთ ხოლმე და ისე არ გადმოხვიდეთ. შემოვდივართ შემნელებელ ზოლში და მერე ვანელებთ ხოლმე უკვე მანქანას. ციმციმა უკვე ფიშკებთან გავუთიშებთ და ამოვიდეთ ხოლმე. აქ გარეზოლი დავიჭიროთ ხოლმე, ვეცადოთ. შიდას ძალიან ახლა, ანუ მარჯვენა ზოლს ძალიან ადვილად გადავკვეთავ და გარეზოლს თუ უსულიდან არ გადავარდი, მოკლედ ისე გამორიცხულია, რომ გარეზოლს შეეხო. აქედან გამომდინარე გარეზოლი დავიჭიროთ, არ იჩქაროთ ხოლმე. ნელა, ნახე, რანელა მიდის წინა საგამოცდოს, საერთოდ აღარსად აღარ იჩქარება. სულ რამოდენიმე ის ხარ დარჩენილი და ესე ჩვენი სტოპ ნიშანი. აქ გაჩერებად გვეთვლება, როცა პირველი მანქანა ვართ. ჩავურდოთ მარცხენა ციმციმა, ეს უკან აგა, მეორე საგამოცდო. ეს მანქანა როგორც კი წავა, არსად არ მივდივართ, მივალ, გავჩერდები, საერთოდ გავანულებ მანქანას, გავიხედები და მერე წავალ მე. კარგი დამემთხვა აქ წინაც აბარებს, უკანაც აბარებს. ნახე, მივედი, ზოლი არ მოგადავყო, გავაჩერე, შევხედე სპიდომეტრში ნული დაფიქსირ და კარგად გავიხედე, არავინ არ მოდის და დავწარე. მოკლედ, თავარია 0 უნდა აჩვენოს აუცილებლად მანქანის ციფერბლატმა. სადღაც 3-5 წამი ჭირდება ხოლმე მაგისტვის. ახლა თუ ვინა დაითვალეთ, თუ ვინა შეხედვა ყოველთვის კარგია ხოლმე. და ძალიან შორს უნდა იყვნენ იცოდი აქ მანქანები. არავის არ გადაუხდა, ეს არის სწრაფი გზა, აქ
70-იანი გზა არის 80-ით მოძრაობენ, 95-ით მოძრაობენ მანქანები და თვალის დახამხამებაში აღმოჩნდებიან თქვენთან. ამიტომ ძალიან შორს უნდა იყოს მანქანა. როგორც კი ამოხვალ გზაზე, ეცადეთ რომ 60-ზე ზემოთ აწიოთ ხოლმე აუცილებლად სიჩქარე. ეხლა მე ვერ ავწიე წინ საგამოცდო მიდის, მაგრამ ეცადეთ ყოველ შემთხვევაში რომ 60-ზე ზემოთ აწიოთ ხოლმე, როგორც კი დაინახავთ 50-იან შეზღუდვას ეხლა რო ჩავარე, მე ისევ დააგდეთ ხოლმე 50-ზე ქვემოთ. ძალიანაც არ შენელდეთ ხოლმე, ხო, რომ ამჩქარებელში რაც უფრო ცოტა მანქანა მოგადგება უკნიდან, მით უფრო თავისუფლად გახვალთ ამჩქარებლიდან. ეხლა მე არ მივახლოვდები იმას გავიდეს ამჩქარებელში. ჩავურდოთ მარცხენა ციმციმე ამჩქარებელში და ჯერ არც შევანელოთ და არც მოუმატოთ, ჯერ შევაფასოთ სიტუაცია. გავხედეთ თავისუფალია, აქედან გამომდინარე აღარაფერს აღარ ველოდები, ეგრევე მაქსიმალურად უმატებს 60 კმ/სთ-ზე ზემოთ ავწევ სიჩქარეს, აუცილებელია ნახევარს მაინც გავწდე. ნახევრამდე, ამჩქარებლის ნახევრამდე არ გადახვიდეთ ხოლმე არავითარ შემთხვევაში, ნახევარს მაინც გაგდით, დანარჩენი უკვე როგორც მოგიხერხდებათ, ისე გადმოდით ხოლმე და რა თქმა უნდა 60-ზე ზემოთ უნდა იყოს აწეული სიჩქარე. როგორც კი გამოხვალთ ავტობანს, თუ გინდა 99-ით გამოდით, მაგაზეც არ არის პრობლემა, ხო? მთავარია აჩქარებულზე გამოხვიდეთ და შეუერთდეთ ხოლმე ავტობანს. ავტობანზე ისევ და ისევ 70-ზე ზემოთ მოძრაობდა, რაც ყველაზე კარგი ის არის, რომ ქალაქში უკვე აღარც ერთ მარშრუტზე აღარ დაგაბრუნებთ. 8-ვე მარშრუტი, ანუ ანალოგიურად ავტობანზე მიდის იმ სტოპ ნიშანთან, უკანაც ესებრუნდება და ქალაქის დაბრუნებაზე უკვე აღარც ერთ მარშრუტზე აღარ იფიქროთ. პირდაპირ უნდა ავიდეთ მხოლოდ და მხოლოდ სააგენტოში. აქ მოსულზე ყოველთვის გახსოვდეს ხოლმე, რომ ხიდის დაბლა გაქვთ 70-იანი შეზღუდვა. აქედან გამომდინარე, აი აქ მოსულზე უკვე არ გინდათ მოხრუჭი და რაღაცა გასცაც რო აუშვათ ფეხი, თუ 80-ით მოძრაობთ და 70-ზე ზემოთ, 70-მდე რომ დააგდოთ ხოლმე სიჩქარე. თუმცა ესენილაც არ იმოძრაოთ, ეხლა ესე ყველა არ გაპატიეთ რა ესე 63-მდე მოძრაობას და რაღაცას. აი ესე ნახე 70-იანი შეზღუდვა, ვაგრძელებ მოძრაობას და ნახე ველოდები ეს უწყვეტი ამოვიდეს და ისრები გაჩნდეს მარჯვენა. ნახე დაბლა, აი მარჯვენა ის არის, დავინახე, ჩაურდე მარჯვენა ციმციმა, აუცილებელი აქვს სარკმლის გაკეთება. სარკმლი ხარი გადმოვიწიე შემნელებელ ზოლში, აუცილებელი აქვს 30-მდე შევანელო მანქანა. მოხვევამდე ოღონდ ნახე 30-მდე ვანელებ მანქანას. ეხლა მივამატოთ გაზი და გარეზოლით ავიდეთ ხოლმე. აქაც როგორც ჩამოსვლისას გირჩევთ, ისე ასვლის დროსაც გირჩევთ. ვიღაცა შეიძლება ესე შენს წინ რომ მოდიოდეს, შევარდეს პირველივე ზოლში გაგიჩეროს მანქანა და მე ამ კვეთრი მუხრუჭი დაგჭირდეს რაღაცა, ისედაც რაღაცა რომ დაგხვდეთ მარჯვნივ, მე უნდა ციმციმა ჩართო, გადმოხვიდე, გადახვიდე, ჯობია ესეა, მოხვიდეთ ხოლმე და გააგრძელოთ გარეზოლში. პირველ ზოლში ახლა კარგად რომ რაღაცა იყოს დაპარკინგებული, მე უკვე ხელს აღარ შემიშლის, ჩვეულებრივად ჩაული, გავაგრძელებ მოძრაობას. რა თქმა უნდა, თუ კარგად არ არის და ცოტა აქეთ არის გამოწეული, კარების დისტანცია ხო დასაცავი მაქვს მანქანასთან, მაგ შემთხვევაში თუ ზოლის გადაკვეთა მომიწევს, უკვე ციმციმით უნდა ავაცილო ხოლმე. თუ ზოლს არ გადავკვეთავ და ისე კარგი დისტანციით ჩაული მანქანაში, მაშინ ციმციმაც აღარ მჭირდება, ჩვეულებრივად ჩაული და იქ იქნება. 300 მეტრში წრიულზე მარცხნივი მოძრაობ თუ აქ ამოსულზე უკვე გვეტყვის კომპიუტერი. ველოდები ახლა მალეს მომითხრას. მალე მოსახვევი მარცხნივ, ჩაურდოთ მარცხენა ციმციმა აქ. ნახე, ამ ვიწრო გამოსასვლელიდან არა გამოვატაროთ მანქანა. წრიულზე გახედეთ, აი თეთრმა თუ აქეთ ჩამოუხვია, უნდა გავატაროთ, მაგრამ არ ჩამოუხვია აქეთ, გავაგრძელებ მოძრაობა. ნახე, აქ ამოსულზე მარჯვენი გახედვა არ გვავიწყდება და იქიდან მომავალ მანქანებს არ დაუთმოთ ხოლმე, უბრალოდ თუ შემოხდა, აი ამ სიჩქარით იმოძრავი, რომ გაჩერება შეძლო. შემდეგ უკვე მარჯვენას ჩაურთავ და როგორც ეს საგამოცდო მივიდა ჭიშკართან, დაგე მეორემაც ჩააბარა, ეგრე შევალთ ხოლმე და ეგრე დასრულდება ჩვენი გამოცდა.